საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. ეს განცხადება ირაკლი ყობახიძემ ყირგიზეთში ცოტა ხნის წინ გააკეთა. ვიზიტს ორი მიმართულება აქვს: სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დოკუმენტებზე ორმხრივი ხელმოწერა, რის შემდეგაც სადირ ჟაპაროვმა და ირაკლი ყობახიძემ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ითქვა, რომ ეს არის ისტორიული ვიზიტი, რომელიც ახალ ბიძგს მისცემს საქართველოს ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს. თათია ტაბეშაძე აშუქებს ვიზიტს და ბიშკეკიდან ახლა სწორედ ის შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. თათია, რა განცხადებები გაკეთდა ვიზიტის შემდეგ? საქართველოს მთავრობის პირველი ოფიციალური ვიზიტი მაღალი რანგის შეხვედრები ყირგიზეთში დასრულებულია 34 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ პირველად მოხდა მაღალი რანგის შეხვედრა, როდესაც საქართველოს მხრიდან ჩამოვიდა მაღალი რანგის დელეგაცია ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში და გაიმართა ოფიციალური შეხვედრები. საკმაოდ დატვირთული იყო აღნიშნული ვიზიტი, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს იყო დასკვნითი დღე და საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები და დავიწყებ სწორედ ამ შეხვედრებზე საუბრით. ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს პირადად მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად ყირგიზეთის პრეზიდენტმა, რა დროსაც უკვე გაიმართა გაფართოებული შეხვედრა ორი მხარის მონაწილეობით. ამის შემდეგ კი გაფორმდა უკვე მემორანდუმი. 10 მემორანდუმზე არის საუბარი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სექტორულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას. მე აქვე ჩამოვთვლი ამ სფეროებს. ადგილზე დელეგაციის ფარგლებში ირაკლი ყობახიძესთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, იუსტიციის მინისტრები და აგრეთვე განათლების მინისტრის მოადგილე და აი სწორედ ამ უწყებების მხრიდან ყირგიზეთის მხარესთან მოეწერა ხელი მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს ასე ვთქვათ, გამოცდილების გაცვლას ქვეყნებს შორის ერთი მხრივ და აგრეთვე ურთიერთობების გაღრმავებას. აი ამ 10 მემორანდუმში აგრეთვე მე-10 არის სწორედ ირაკლი ყობახიძის და ყირგიზეთის პრეზიდენტის ხელმოწერა ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც მათ ერთგვარად აიღეს პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მემორანდუმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები იქნას შესრულებული. ეს არის დღევანდელი დღის მასშტაბით განხორციელებული შეხვედრები, რაც შეეხება გუშინდელ დღეს. აგრეთვე გაიმართა ერთ-ერთი ისტორიული შეხვედრა 10 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მთავრობათა შორისი კომისია შეიკრიბა აქ ყირგიზეთში. საქართველოს ყირგიზეთის მთავრობათა შორის კომისიაზეა საუბარი და ბუნებრივია ამ შემთხვევაში საუბარი შეეხო ეკონომიკურ თემატიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომისია სწორედ ეკონომიკის მიმართულებით მუშაობს. პირადად უმასპინძლა ყირგიზმა კოლეგამ გუშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს მარიამ ქრივიშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად და აღნიშნული კომისიის ფარგლებში აგრეთვე საბოლოოდ ხელი მოეწერა ოქმსაც და მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა. დღეს, როდესაც ვიზიტი დასრულდა, მედიასთან შემაჯამებელი კომენტარები გააკეთეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა და მათ ვიზიტს უწოდეს ისტორიული. მოხარული ვართ, რომ ახლა შედგა ეს ვიზიტი. ჩვენ ასევე ყირგიზეთის პრეზიდენტი მოვიწვიეთ საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაქმნოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან. ყირგიზეთი სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში. ასევე ყირგიზეთის მაქსიმალურად ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით და ეს ქმნის რა თქმა უნდა ახალ შეასრულებებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის. ყირგიზეთისთვის ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება და რა თქმა უნდა ამას აქვს მარტივი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს აკავშირებს ცენტრალური აზიის 5 ქვეყანას საბოლოოდ შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან. აქედან გამომდინარე ყირგიზეთისთვის არის მნიშვნელოვანი ბუნებრივია ჩვენთან თანამშრომლობა ეკონომიკური კუთხით, სავაჭრო კუთხით და ანალოგიურად ჩვენთვისაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაღრმავება.
მდგომარეობა. შევხვდით ჩემს კოლეგას, ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე, შესაძლებლობებზე, რაც არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით, გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება, რაც ასევე ეხება სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, ასევე პროგრამა, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. პოტენციალი ნამდვილად არის, დაინტერესება არის განსაკუთრებით შუადერეფნის კონტექსტში, სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით, ლოჯისტიკური კავშირების განვითარების კუთხით, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებლად და ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის, რაც აქვს ყირგიზეთს, ჩინეთსა და უზბეკეთს, რომლითაც მოხდება სარკინიგზო ხაზით დაკავშირება ამ სამი ქვეყნის, ეს პირდაპირ პროპორციულად დადებითად აისახება ჩვენ ქვეყანაზე, რამე თუ ეს მარშრუტი შეუერთდება შუადერეფნის მთლიან კონტექსტს, რა თქმა უნდა, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შეიძლება დღეს თამამად ითქვას, რომ დაახლოებით 2031 წლიდან საგრძნობლად მოიმატებს შუადერეფანში ტვირთნაკადი და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა მზად დახვდეს აღნიშნულ ინიციატივას და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში ანაკლის ხმაწყლოვანი პორტის განვითარება. ამ ეტაპზე, როგორც მოგეხსენება, ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან აქტიური სამშენებლო პროცესი ანაკლის ხმაწყლოვან პორტში. მიმდინარე მშენებლობის ფარგლებში ჩვენ უკვე ვახორციელებთ დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც არის უმნიშვნელოვანესი და ვიტყოდი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ დათქმულ ვადებში ჩვენ უზრუნველყავთ ანაკლის პორტის ოპერირებაში გაშვება. ახალ ეტაპზე გადადის ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რაც თავისთავად ცხადია ასახული იქნება თანამშრომლობით ყველა სფეროში, ზუსტად ამ ფორმატში ჩვენ შესაძლებლობა გქონდა, რომ გაგვეფორმებინა მემორანდუმები, როგორც ვეტერინარიის კუთხით, ასევე ბირთვული რადიაციული ნარჩენების მართვის კუთხით. ამ მიმართ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, სადაც შესაძლებლობა არის, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიურად დავიწყოთ თანამშრომლობა, აგრეთვე მზადდება სხვადასხვა მიმართულებებით კიდევ უფრო სიღრმისეული მუშაობა და შესაძლებლობა უფრო სწორედ იმისი, რომ სხვა მიმართულებებშიც გქონდეს შესაბამის თანამშრომლობა, რაც თავისთავად ცხადია ასახული იქნება შემდგომ ურთიერთობებზე. მქონდა ორფეროვანი შეხვედრა ჩემს ღირგის კოლეგასთან, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები იმისათვის, რომ ჩვენ ერთმანეთს გაუზიაროთ ის გამოცდილება, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების სფეროში, სასჯელ ახსოვლობის თუ პრობაციის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება მათი გამოცდილება ამ კუთხით. მათაც ძალიან აინტერესებს ჩვენი გამოცდილება იუსტიციის სახლების განვითარების თვალსაზრისით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროდუქტიული თანამშრომლობა გვექნება ღირგის კოლეგებთან. როგორც უკვე აღნიშნა, დღევანდელი დღის დასკვნითი ეტაპი იყო ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა, როდესაც ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დელეგაციასთან ერთად და ამის შემდეგ უკვე გაკეთდა საბოლოოდ ორმხრივი განცხადებები მედიისთვის. ჩვენ სადირ ჟაპაროვის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო ყირგიზეთისთვის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ხაზი გაუსვა იმას, რომ თანამშრომლობა არის დამყარებული ამ ორი ქვეყნის შემთხვევაში ურთიერთობაზე. აღნიშნა ის, რომ გაფორმებული მემორანდუმები არის ძალიან მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად ყველა სექტორულ მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი და გააკეთა მათ შორის სპორტულ მიმართულებასთან დაკავშირებითაც და ქართველ სპორტსმენებს მაგალითად მოუწოდა, რომ მიიღონ ყირგიზეთის საერთაშორისო სპორტულ თამაშებში მონაწილეობა. გარდა ამისა, განათლების მიმართულებით გაცვლით პროგრამებზეც ისაუბრა მის მნიშვნელობაზე. ბუნებრივია საუბარი შეხო ვაჭრობის მზარდ სტატისტიკას, რაც შეეხება უკვე ქართულ მხარეს და ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. უპირველეს ყოვლისა, მან მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებისთვის საქართველოსთან მიმართებაში ყირგიზეთის პრეზიდენტს და ისაუბრა აგრეთვე იმასთან დაკავშირებით, რომ ყირგიზეთი არის საქართველოსთვის არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ ირაკლი კობახიძის თქმით მეგობარიც და ბუნებრივია, რომ საუბარი შეეხო შუადერეფნის კონტექსტს. ეს შეიძლება ითქვას, რომ არის ის მთავარი ასპექტი, რაც აკავშირებს ამ ორ ქვეყანას. ვიცით რა, რომ საქართველოს როლი სულ უფრო მეტად იზრდება ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ტვირთების გამტარი ქვეყნის როლი და ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ იზრდება აგრეთვე ყირგიზეთის როლიც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უნდა დაიწყოს ჩინეთ, ყირგიზეთ, უზბეკეთის რკინის
რკინიგზის მშენებლობა. ეს იქნება ახალი სარკინიგზო მაგისტრალი, რაც თავის მხრივ უკვე დაუკავშირდება საქართველოს და საიდანაც ბუნებრივია ჯერ აზერბაიჯანის, შემდეგ საქართველოს გავლით უკვე მიეწოდება ტვირთები ევროპას და აი ამ სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ. არის მაღლესი დონის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის, აქედან გამომდინარე, ამან შეიძლება ითქვას, რომ თავისი არსით ეს ვიზიტი არის ისტორიული, მოხატავს ჩვენს მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე, უბირობა და თანმიმდევრული ხარდაჭერისთვის. არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით საქართველოს ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. ორხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორხრივ სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობის განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. მოხარულები ვართ, რომ ვიზიტის პარალელურად ბიშკეკში გაიმართა საქართველოს-ყირგიზეთის მთავრობათა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეორე სხდომა. ეს ხო ძალიან დროული სხდომა, რადგან ორივე მხარეს მიეცა შესაძლებლობა დეტალურად განეხილა ორ ქვეყანას შორის საავაჭრო ეკონომიკური ურთიერთქმედების გაზრდის შესაძლებლობები. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ საქართველოს-ყირგიზეთის პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ დიდ ინტერესს ვადევნებთ თვალს ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის განხორციელებას და მოხარული ვართ, რომ ეს პროექტი სწრაფი ტემპით ხორციელდება. რა თქმა უნდა, ეს პროექტის დამატებით შეუწყობს ხელს ცენტრალურ აზიასა და ჩვენს რეგიონს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას. საქართველოს თავის მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაში, მთლიანობაში. ეს პროცესები ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებს შორის და კონკრეტულად ორ ქვეყანას შორის, ჩვენს ორ ქვეყანას შორის საავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ორხრივი ტურისტული ნაკადების ზრდის მნიშვნელობაზე. ამას აქვს დატვირთვა როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით და აღინიშნა, რომ საქართველოს და ყირგიზეთის შორის პირდაპირ ფრენების დანიშვნა, რა თქმა უნდა, დამატებით ხელს შეუწყობდა ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება. საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ხოლო ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა. დღევანდელი მოლაპარაკებები ღია მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა. ამომწურავად განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა, ასევე კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. პოლიტიკური ურთიერთობები მტკიცე და ნდობაზე დაფუძნებული იყო ჩვენ სახელმწიფოებს შორის და ეს არის მართლაც ძლიერი საფუძველი ყველა სფეროში თანამშრომლობისათვის. ამ კონტექსტში ჩვენ ხაზს უსვამთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება, ასევე მთავრობათა შორისი და პარლამენტთა შორისი კონტაქტების გაღრმავება, ასევე კონსულტაციების გაფართოება ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიდრე ეწვეოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმყოფებოდა იურკუნის მემორიალთან, რომელიც არის ყირგიზეთისთვის ეროვნული მემორიალი და ასოცირდება ტრაგიკულ ისტორიასთან. ამ დროისთვის კი ვიზიტი არის დასრულებული. მე ჩვენს მაყურებელს ვეთყვი იმას, რომ საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად დედაქალაქ ბიშკეკის ქუჩებში ჩვენ ხვდებით სხვადასხვა მონიტორზე ასახულ საქართველოს დროშას, აგრეთვე ხვდებით ქართული წარწერით სხვადასხვა წინადადებებს, მათ შორის არის მოხარული ვართ პატივცემული სტუმრების ჩამბრძანებით. ასეთი იყო ვიზიტი, რომელიც პირველად შედგა მაღალი რანგის დონეზე საქართველოს მხრიდან ყირგიზეთის დედაქალაქში. საქართველოს მთავრობა კი შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი გზავნილებით და მემორანდუმებით ბრუნდება საქართველოში.
მადლობა, პირდაპირ ეთერში თათია ტაბეშაძე საუბრობდა.